ჩვენი პროექტი არის ლეზერშეკინა სტერეოსკოპი მიკროფონი. ხო, თავიდან იდეის მოფიქრებიდან დღემდე ამ პროექტს ამბები ცვლილება განიცადა. პირველად იდეა რა დაგვებოდა იყო, რომ გავაკეთებინა ლეზერშეკინგი და სრულად ლაზერშეკინი წერტილში. თავიდან უნდა ყოფილიყო ასე, რომ ითრიალებდა და ლაზერში დაინახავდა გაშერდებოდა და იმ წერტილში რკინის მუხლას ეშუქებდა ყველგანის გამოყენებით. მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ეხლა რეალურ დროში ლეზერს დავტოვეთ და ლაზერის წერტილამდე მანძილის გაზომვით. ხო, რაც შეეხება ჰარდვერმას ბევრი ცვლილება განიცადა. თავიდან აზრებს ჰქონდა გამოწერილი ის ფაქტურად ყველაფერი შევცვალეთ რაღაც ბიარინგის გარდა. თავიდან ჰქონდა ESP-90-ის კამერის მოდულები გამოწერილი, მაგრამ რო ტესტავდით, ჯერ ერთი პრობლემა ის იყო, რომ ინტერნეტ Wi-Fi უკავშირდებოდა მიკროფონში. და ძალიან არასტაბილური იყო და გამოგზავნა კოორდინატების ლაზერის ძალიან დილეი ხდებოდა და არაფერი იყო. და ასევე ნელა მუშაობდა და რაღაც ბევრი დეიტა შევაწვდი იქ შეხვდა საერთოდ. ამიტომ მე შევცვალეთ სერვერმა და ეს ორი კამერა გამოვწერეთ. უფრო მაღალი FPS-ის აქვს, გარჩევადობას მეტი აქვს და შადრინგის არ ხდება როცა კამერას ამოჭრება. ხო, მიკროფონებს რაც შეეხება საერთოდ თავიდან როცა იდეა მოგვივიდა ვაპირებთ რომ გამოყენებინა რასპბერი პაი. მაგრამ მე ჟურნალის შევით საერთოდ კომპიუტერზე შევაერთეთ და კომპიუტერზე ხდება იმის პროცესინგი. იმიტომ რომ რასპბერი ალბათ უერს ახაშავდა ახლა პროცესინგს. და რავი ამის საკითხით მოძრაობა არ არის საჭირო, ამიტომ კომპიუტერი იყო შეერთებული და პროდიუსერს პრობლემა არ არის. ეს როშოს ორგანიზატორები თავიდან არდუინოს ცდილობდნენ გამოყენებინა. მაგრამ არდუინოს უფრო დავალცით შემუშავებს და მეხსიერებას ნაკლები აქვს, ამიტომ ეგეს პრობლემას ვიფრინდა. ეგეს იქაშებოდა ხოლმე და ზოგჯერ საერთოდ არ ტრიქავდა. ამიტომ ბოლოს გადავედით ESP-90-ზე და ამის მერე პრობლემები მიკროკონტროლერის მხრივ არ ჰქონია. PWM-ს ვყენებთ, რომ ძრავი გამოძრავოთ და მოძრაობას რაც შეეხება ეხლა ძრავებს და hardware-ს, ავირჩეთ სტეპერ ძრავი. იმიტომ რომ თავიდან ვინოდა ძალიან დიდი სიზუსტე, რომ ეხლა ვინდა იდეაში. რომ ზუსტად იმ წერტილში ვესწავლო. და მიკროსტემინის საშუალებით შესაძლებელი ხდებოდა, რომ ცნობილება კოორდინატებს შორის სანადაბალი ყოფილიყო. სტეპერს ვყენებთ NEMA-23-ს, TBF-600 დრაივერს ვყენებთ და გიარები გამოვიყენეთ, დავპრინტეთ, კბილების შეფარდება არის 120. რაც პროგრამში შესაძლებლობას რომ შედარებით smooth ტრიალი იყოს. და თორქი ქონდეს საკმაოდ მაღალი იმდენად რომ არ გაუჭირდეს ახლა რაღაც ძალიან დიდი არ არის, მოძრაობა არ გაუჭირდეს. და PID-ს ვყენებთ ძრავის სამართავად, როგორც ვახსენე და გადავცემთ ლაზერის X კოორდინატს. და PID-ის საშუალებით ხო მე ადვილად ხდება ტრიკი. ხო, hardware-ის ნაწილში ეს არის. software-ზე გადავიდე. ხო, software-ზე რომ გადავიდე, ესე იგი, სურათებს ვამუშავებთ Python-ში, OpenCV-ის library-ს ვიყენებთ. იდეაში სხვადასხვა ალგორითმები შეიძლება გამოგვიყენებიან, მაგრამ საბოლოოდ საკმარისი არ უნდა უბრალოდ რომ ვაკეთებთ HSV filtering-ს, რაც არის hue სატურაცია და value, ანუ იდეაში ფერი, ამდენად მაგფერისა არა თეთრიდან შავი და ამდენად დიდი brightness-ია. თავიდან საკმაოდ ფართია ის ქონდა range-ი მაგისი, ამიტომ ფოტოსინთეზი და შეიძლება სამსაბოლოოდ საკმაოდ შევამცირეთ, იმიტომ რომ ლაზერის ის ვიცით. ხო, თავისივე 520 ნანომეტრი, ამიტომ hue საკმაოდ შევამცირეთ. სატურაცია 70-დან 255-მდე გვაქვს და value გვაქვს 200-დან 275-მდე, მაგრამ ამ value-ში რაც მასკში რო გავატარებთ, რაც გავიდა იმაში ისე ვიჭერთ ყველაზე მაღალი value-ს მქონდეს იდეაში, ამიტომ ყველაზე განათებულ წერტილს ვიჭერთ. ამ იდეაში ამ იმასაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ძირითადად ეს პრობლემების მოგვარება შეიძლება exposure-ის ცვლილებით, თუ ძალიან ნათელ ოთახში არის, რომ შეიძლება გამოიწვიოს false positive-ები, უბრალოდ exposure-ს გავუვლებთ, ოღონდ ჩამოვდება და ლაზერის წერტილი მაინც ჩანს და false positive-ები მოიწვიებს. ასევე მეორე პრობლემასაც გვაქვს იმას, რომ მაგალითად ახლოს თუ გვაქვს ეს ლაზერის წერტილი მინათებული, შეიძლება ძალიან გაკაშკაშებული იყოს, მაგრამ თუ exposure-ს დავუკლებ, იდეაში უფრო წერტილს ემსგავსება და ამიტომ ცდომილებას ამცირებს. მე თვითონ
ფორმის გამოყვანაზე რო გადავიდეთ, ანუ იდეაში მონახული ქონდა მსგავსი რაღაცის გამოყვანა, მაგრამ ცვლილება დაფრინდა, იმიტომ რომ ჩვენ საგანზომილება შეგვინდა რომ ვიმბოლოთ და ასევე გაჩნდა ის პრობლემა, რომ როგორც ხედავთ, ასეთ რაღაცაში გვაქვს და თვითონ კამერებიც არ არის იდეალურად გაცემული, რომ ერთი და იგივე მიმართულებით იხედებოდეს. რაც იწვევდა საკმაოდ ცნობილებას განსაკუთრებით დიდ მანძილზე ძალიან დიდ, იმიტომ რომ მოგამი ამ ფორმულის არის, რომ ძალიან პატარა კუთხის სხვაობით გამოთვალო მანძილის სხვაობით. ეგ საკმაოდ დიდ ცნობილებას იწვევდა და ამიტომ იმის მაგალითად რომ თავიანთი ვცადეთ, რომ მაქსიმალურად ერთი მიმართულებით გაგვეცენტრა, უბრალოდ გავიმალისინეთ ეს ცნობილება, კუთხე უბრალოდ გამოთვალეთ ვითი ცდილობით, რომელი კუთხის ჩათვლა უფრო კაი შედეგის მომცემდა და საბოლოოდ დავდოვეთ კონკრეტულად 4 რადიანი და ანუ მაგალითად ეს ფორმის გამოყვანის ის აქვს ჩვენები მეორე კამერა არის ცოტათი გადახრილი გარეთკენ, რაც იწვევს ეს კუთხის იმას, უბრალოდ კუთხეს გამოვაკლებ X კოორდინატების შეფარდება, სადაც არის და მაქსიმალური კოორდინატის იგივე რაც ამ იმის კამერის კუთხის ხედვის ნახევრის ტანგენსის შეფარდება და იმ ტანგენსის სადაც ხედავს. ანუ მაგის გამოყენებით მე იაში რთული პრობლემა არ არის. უბრალოდ X Y კოორდინატებს და პითაგორას თეორემით გამოყავს მანძილი იმ წერტილით. და ბოლოს შედეგებზე რო გადავიდეთ, რამდენიმე ნათვალი გვაქვს ნაჩვენები, კამერის კოორდინატები რა გადაწერა ის კამერამ და მეორე კამერამ, გამოთვლილი X, Y, Z მანძილი და მე გვაქვს სუსტი გამზომი მანძილის. და იმასთან გვაქვს შედარებული ეს ისე, რა როგორ შეხედოთ, შედარებით დაბალ მანძილებზე ძალიან დაბალი ის არის, ერთად 1%-ზე რო დაგლები ცნობილებები არის, მაგრამ უკვე რო ავიდოთ 8-9 მეტრზე და იწყებს უკვე ცნობილებები მომატებას. მაგრამ ეგეც ამ მე რომ ხო შეიძლება რომ ალგორითმის ანალიზი იყოს, მაგრამ ანუ აქ სპეციალურად მაქვს ორი ისა ერთი და იგივე მანძილზე. უბრალოდ შევცვალე აი აქ პირველი მისთვის X კოორდინატი 2 პიქსელით და მეორესთვისაც 2 პიქსელით. ანუ ამ 4 პიქსელის ცვლილება მე ალბათ ამ ფორმულით გამოიწვია 70 სანტიმეტრის ცვლილება. ანუ თეორიული ლიმიტი არის ხა 2 პიქსელზე უკეთეს სიზუსტით, ანუ მარაშაც და დეტექტორა. ეს არ ვაქვს მაგ ხელა რეზოლუციის კამერა და ასე რომ თეორიული ლიმიტამდე რადგან მეტნაკლებად გაიცნობილება აქვს, შევცვალეთ რომ დამოუკიდებელი ხარ 9 მეტრზე ეგ რაღაცე 90 სანტიმეტრის სამაიც 10% არის და მეტნაკლებად დამოუკიდებელი ცნობილება. დემონსტრაციას გადავუხო.
ხოდა უთხარი თუ არ მუშაობს ის გააკეთე. ისინი გაძვრდნენ რაღაც